უკრაინის მდგომარეობა თითქოს მძიმდება. სხვათა შორის აი ყველაზე საინტერესო მომენტი რა არის? აი გაწოულთა რაოდენობა რომ ნახოთ უკრაინაში, აღმოჩნდეთ რომ გაცილებით მეტ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან არის გაწევა ვიდრე დასავლეთის. ეს რას ნიშნავს, რომ ისინი ნაციონალიზმს აწარმოებს დასავლეთ უკრაინა, მაგრამ ფრონტზე მიდის ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინიდან. ანუ აქ შენახვის ლოგიკა ესე იგი მუშაობს. მეორე ესე იგი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ეხლა ახალი ტექნოლოგიებთან მიმართებაში რატომ ითქვა მაგალითად ირანთან ვაჭრობა აღდგენაზე ხო მასკის მხრიდან. ირანში არის ეს სხვადასხვა ესეთი მასალა, ყველაზე ერთ-ერთი დიდი მასალა არის, რაც აი ამ ელექტრომანქანებს სჭირდება ლითიუმი. უკრაინაშიც არის. უკრაინაშიც, მაგრამ ყველაზე მდიდარი ჯერჯერობით ახლა რაც ცნობილია არის ირანი. ჩვენ ხედავთ რომ ყოველთვის ბუნებრივი სხვადასხვა ბუნებრივი რესურსი რომელიც ხდება ტექნოლოგიისთვის წამყვანი ის იმ ხარესთან ურთიერთობა გარკვეულწილად იცვლება. ჩვენ ავტობთან მიმართებაში ეგრე იყო. ჩვენ ხედავთ ახლა პერეფორმატირებას და ჩვენ ხედავთ ტრამპის ლოგიკას. ტრამპის ლოგიკა ჩემი მიაზრით არის შემდეგი. ის მას არ უნდა მეორე და მესამე ფრონტი. ის ხედავს რომ უკრაინა არის მისთვის მეორე ფრონტი, მესამე ფრონტი არის ახლო აღმოსავლეთი და რაღაცნაირად გავიდეს ამ ტერიტორიებიდან, იმიტომ რომ მისი მთავარი ამოსავალი ტერი, ესე ვთქვათ, ეს არის ახლა ჩინეთი. ანუ ამერიკული ძალების კონცენტრაცია უნდა მოხდეს ამ რეგიონებიდან, უნდა მოხდეს ჩინეთის რეგიონებში. ამიტომ არის რომ მისი განცხადებები ღაზა სექტორთან მიმართებაში არის აი როგორი არის ხო ყველანაირი ჰუმანისტურ რაღაცა პრინციპებს გაცდა. რაც გინდათ ის პრაქტიკულად ეს უთხრა. ეთნიკური წმენდა გინდათ გააკეთეთ რესტორნები და ისინი ავაშენოთ კი ბატონო მან. უკრაინაზე რა თქვა? რომ ან უკრაინა დარჩება სახელმწიფოდ, ან ის რუსეთი გახდება. ან გახდება ან არა, მაგრამ მე ჩემი ფული უკან მინდა. ეს ფულის საკითხის წინ წამოწევაც ნიშნავს იმას, რომ მე მინდა ამ კონფლიქტებიდან გასვლა. მე არ მინდა ამ კონფლიქტებში განაკარგების გარეშე. ხო. და ფაქტია, რომ ჩვენი ანალიტიკოსები იქიდან მხარეს, მეორე მხარეს ვერ ხვდებიან ძალიან მარტივ რაღაცას. რომ მთელი ამერიკული პოლიტიკა არის გადართვა ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შორეულ აღმოსავლეთის რეგიონს. ანუ ჩინეთს. ესაა მთელი სტრატეგია. და ეხლა იმის რესურსი, რომ ამერიკამ როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე უკრაინაში და ისე ჩინეთში აწარმოოს რაღაცა სამხედრო კამპანიები, პირდაპირ არ აწარმოებს ამ შემთხვევაში, მაგრამ მის ფინანსები არის ყველა კონფლიქტში, ხო? არ აქვს ამის რესურსი. არ აღმოჩნდა ამის რესურსი და ხედავს რომ ეს მარტივია კი ყველაზე მდიდარია ეხლა ამერიკა, მაგრამ თუ კი შენ სამ წერტილში ხარჯე ესეთი თანხები სხვა სახელმწიფოს ვერ გაუკაჩო ეს. ანუ კონცენტრირებული თავდასხმა მიდის და ეხლა ეს წელი მთლიანად მე ესე მგონია იქნება ამ კონფლიქტებიდან გამოსვლის წელი. ეს ჩანს კიდევ ბევრ ამერში, მაგალითად მეორე მხრივ აი ეს Black Eagles ქვია, ხო? ეს ახალი სარაკეტო დანადგარები, რომელიც ძალიან ესე იგი ერთი მხრივ საუბრობს მშვიდობას, მეორე მხრივ აღმოსავლეთ ევროპის შეერაღებას იწყებს. ზოგადად ევროპის შეერაღებაზე არის ორიენტირებული, იქ საწარმოებები გადავიდა Black Eagles-ების და ასე შემდეგს. ანუ ფული თვითონ ევროპელებმა უნდა გადაიხადოს მაგაში. თვითონ არ იხდის. ნახეთ ძალიან ისეთი არის, ჩვენ არ შევხედოთ აი ეს პრინციპი დავიჯეროთ. არ შევხედოთ ტრამპს როგორც პაციფისტს. არა, რა თქმა უნდა. ის არის საკმაოდ მილიტარისტული, ოღონდ ეს მილიტარისტული მიმართულებები მას აქვს ესე იგი ძალიან კარგად დალაგებული. იმანის ის რომ უკრაინაში აზრი აღარ აქვს ამ კონფლიქტს, მაგრამ ის რომ რუსეთის ირგვლივ ამ შემთხვევაში ის აძლიერებს თავდაცვის არის ნატოს ქვეყნებში, ხო? ეს ფაქტია და ეს ჩანს ყველანაირ იმაში. ოღონდ ამ შემთხვევაში მარტო ამერიკა არ უნდა იხარჯებოდეს. ეს რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ფული თქვენ გადაიხადეთ.